მოგესალმებით ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის მე თამთედოლიძე ვარ და დღესაც ტრადიციულად ვსაუბრობთ კვირის აქტუალურ მიმდინარე მოვლენებზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ლევან მჟავანაძე პროგრესის სახლის დამფუძნებელი მოგესალმებით ბატონი ლევან მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო გუშინ ერთგვარად წინააღმდეგობრივით გულისხმობ მზია ამღლობელის ბრალის მუხლის გადაკვალიფიცირებას და მისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას მისჯას ამგვარად და გიორგი ახობაძის სრულიად მოულოდნელ გათავისუფლებას პატიმრობიდან. როგორ შეაფასებთ ამ ორ მოვლენას და საერთოდაც რა მოლოდინები გქონდათ ამ ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოსამართლეების მხრიდან? პირველ რიგში ვიტყვი რომ თავისუფლება პოლიტპატიმრებს და მიმაჩნია რომ ეს ადამიანები ამ წუთას ისჯებიან თავიანთი შეხედულების გამო და ეს არის ამოსავალი წერტილი, რაზეც მთელი ლოგიკა უნდა აიგოს. რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ვფიქრობ, რომ მართლაც წინააღმდეგობრივი იყო, მეც არ ველოდი. ჩემი ლოგიკით ვფიქრობდი, რომ თუ მაგალითად ხელისუფლება უკან დახევას აპირებდა შეეძლო ზუსტად მუხლის გადაკვალიფიცირება და ზეა შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმი შემოფრინულიყო, თუმცა ეს არ გააკეთა და რაც დაანძნელია უკვე მსჯელობაში შეხვიდრე, შესაძლებელია თქვათ იგივე მოსამართლემ დაიხია უკან თქვათ და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, მაგრამ ახობაძის შემთხვევაში, მაგრამ იმდენად გასრულია სამწუხაროდ სასამართლო სისტემა ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს ადამიანი და თქვათ ამის მტკიცება რომ თქვათ აი ამ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მართლაც თვითონ მიიღო ცოტა ძნელი სამტკიცებელია თუმცა რაღაც ალბათობა არსებობს და შემდგომი მოვლენები როგორც განვითარდება თქვათ იგივე სააპელაციოში როცა გადავა სააპელაციაში ასე ფიქრობთ ანუ პროკურატურა საჩივრებს კი გუშინ პროკურატურამ მე როგორც ვიცი გააკეთა განაცხადი თუმცა საბოლოოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ალბათ მიიღებს საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ ფაქტიურად ამ საქმეს ასე დამთავრების შემთხვევა შეიძლება იყოს პრეცედენტული იმიტომ სხვა შემთხვევებშიც ძალიან ასე ვთქვათ არადამაჯერებელი იყო იგივე მოწმეები რომლებიც მხოლოდ შუშს მოწმეებს ეყნობოდა არ იყო ვიდეო მტკიცებულებები ბევრი წარდგენილი ბევრი კი არა ну საერთოდ არ იყო წარდგენილი ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისად ეს აქედან გამომდინარე შესაძლებელია ამ გამამართლებელმა განაჩენვა დანარჩენ საქმეებზეც იქონიოს გავლენა სწორედ ამის კითხვა მინდოდა რომ სასამართლო ზოგიერთი მოსამართლე გამოვიდა ასე ვთქვათ დამოუკიდებლად მაგრამ ძნელია ამის მტკიცება ბიჯერობით თუმცა თქვენ უფრო მეტად ვარაუდი გაქვთ რომ კონკრეტულად მოსამართლის გადაწყვეტილება იყო ეს და არა ხელისუფლების პოზიცია დაუშვათ ამ პატიმრებთან მიმართებით შესაძლებელია ამ ალბათობას უშვებ იმიტომ რომ იყო თქვათ ამ როცა ამ სასამართლოს სანამ გადაღება შეიძლებოდა როცა თვალყურს ვადევნებდით ну იქ იყო რაღაც ხანდახან მოსამართლის ისეთი რეპლიკებები და ჩარევები რომელიც ცოტა იმედს აჩენდა თუმცა თქვათ აი ამ მოლოდინს რაც გუშინ დადგა მაინც არ ველოდი კი ბატონო ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა საზოგადოება გიორგი ახობაძის გუშინდელ გათავისუფლებას როგორ გგონიათ რამდენად გააძლიერებს ეს პროტესტს და რამდენად შეასუსტებს ნიჰილიზმს ზოგადად პროტესტის მიმართ არიან ადამიანები რომლებიც აღარ დადიან აქციაზე ან გონიათ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს თუმცა გუშინელმა დღემ დაადასტურა რომ მე ვფიქრობ რომ ნიჰილიზმი არ მეჩვენება რომ ნიჰილიზმი უფრო პრინციპში არც არსებობს ნიჰილიზმი, იმიტომ ბრძოლა გრძელდება, უბრალოდ ბრძოლას ყოველთვის ახასიათებს ხან უფრო ეტაპები და რაღაც ეტაპზე იყო ეს ბრძოლა, რომელიც ალბათ უკვე ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ხა თბილისში გაუსაძლესი სიცხე იყო და რა თქმა უნდა ცოტა მინელებული იყო, მით უმეტეს ქალაქი დაცლილია,
თუმცა აი შემოდგომისკენ ჩემი აზრით უფრო მეტი იქნება წინააღმდეგობა და აი გუშინდელი ფაქტიც ცხადყოფს, რომ აი პატარა გამარჯვებებიც კი აი კონსოლიდაციას იწვევს და დიახ და პროტესტს ახალ მუხტს აძლევს. კი ბატონო. მინდა რომ შემოდგომას შევეხოთ, რომელიც თქვენ ახსენეთ და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იქამდე ვიდრე გკითხავთ თვითონ მოახლოებულ არჩევნებზე და 4 ოქტომბერზე თვითმმართველობა რომ შეაფასოთ ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი თქვენი მოსაზრება. თქვენ იყავით კიდეც გარკვეულ დროს საკრებულოს წევრი. როგორი უნდა იყოს თვითმმართველობა, მოკლედ რო გითხრათ კიდევ ერთხელ და როგორი არის დღეს? კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობა ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდა ვერც ერთი ხელისუფლების პირობებში, ვერც იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი და არც ახლა. ფაქტობრივად თვითმმართველობა მაშინაც და ახლაც ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც მართლაც ვერ წყვიტავს იმ პრობლემებს, რომელთანაც ყველაზე ახლოსაა, იმიტომ რომ ამას ითხოვს თვითონ თვითმმართველობის პირველი პრინციპი, რომ რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს ამ პრობლემებთან და ყოველთვის რაღაც წინააღმდეგობრივია, აი ამ ფიქრობ, რომ სანამ აი ესეთი პოლიტიკური ნება იქნება და მოსახლეობაში არ იქნება ქვედა დონეზე რაღაც პროტესტის გზნობა, რომ ცენტრიდან ცოტა მეტი უფლებები წამოიღონ და ცენტრს არ ექნება იგივე ნება, რომ დელეგირება გააკეთოს ბევრი საკითხზე, ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება და ცენტრი ყოველთვის ცდილობს, რომ არ გაუშვას ხელიდან სადავეები, იმიტომ რომ აი ამ თვითმმართველობას ის იყენებს ყოველთვის არჩევნების იარაღად და აქედან გამომდინარე მე მიმაჩნია, რომ სამწუხაროდ თვითმმართველობა საქართველოში არ არსებობს. თუ უпроსტად აი რაღაც მირაჟის სახე უფრო აქვს და რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. და იგივეა თქვათ არჩევნების მიმართ, აი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და აი შეკითხვას ვამ თუ თვითმმართველობა ვერ არის ისეთი ორგანო, რა აზრი აქვს მაშინ თვითმმართველობის არჩევნებს ზოგადად და მით უმეტეს მიმაჩნია, რომ აი ამ წუთას ოპოზიცია უნდა გამოსულიყო რაღაც ერთნაირი სტრატეგიით, ან უნდა მთლიანად ყველას ბოიკოტი გამოეცხადებინათ, ან თქვათ რაღაცნაირად სხვა გადაწყვეტილება მიიღოთ, მთავარია რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ერთიანი. კი ბატონო, თუმცა უამრავი ანონსის მიუხედავად ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით რიგი ძირითადი საკვანძო საკითხების გარშემო მაინც მივიღეთ ის, რომ პარტია იღებს მონაწილეობას, ორზე მეტი უпроსტად და სხვა ოპოზიციური პარტიები არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ პირობებში როგორ გგონიათ, რა უნდა ქნას რიგითმა ამომრჩეველმა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველს, რომელიც არაპირებს მაგალითად მის ხმა ქართულ ოცნებას. დარჩეს ბოიკოტის რეჟიმში და არ წავიდეს საერთოდ, ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ამ შემთხვევაში ხშირად არის მოსაზრებები, რომ გაყალბების საფრთხე იზრდება და რისკი, როდესაც ადამიანი არ მიდის არჩევნებზე, თუ წავიდეს და დაუშვათ მისცეს ამ ოპოზიციური პარტიებიდან რომელიმე ხმა, ანუ საზოგადოების პოზიციაც რაღაცნაირად არის ძალიან ანუ იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკოსებმა დაბნეულ მდგომარეობაში ჩააყენეს საზოგადოებაც რაღაცნაირად. მე ვფიქრობ, ნებისმიერი ამომრჩეველი პირველ რიგში უნდა დაეყნოს ლოგიკას და აი ლოგიკა მოითხოვს, რომ არ უნდა შეაფასოს არსებული სიტუაცია, თუ საით მიდის ქვეყანა და უпроსტად საით მიყავს არსებულ ხელისუფლებას ქვეყანა და შესაბამისად მან უნდა აწონოს ჩვენი ისტორიული გამოცდილება და ეს უკვე მას მიყვანს ლოგიკურ მოსაზრებამდე და ვფიქრობ, რომ მაინც მისი გადასაწყვეტია. ახლა მე თვითონ მაგალითად არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, მაინც ინდივიდის გადასაწყვეტია თუ როგორ მოიქცევა. თავარია მან მიიღოს ლოგიკური და ისეთი გადაწყვეტილება, რომლის გამოც მათ თქვა სამომავლოდ არ შერცხვება.
კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ დღეს დრო გამოყავით და ჩვენთან ეთერში იყავით და მაყურებელს შევახსენებ, რომ ვსაუბრობდით ბატონ ლევან მჟავანაძესთან ერთად, ის გახლავთ პროგრესის სახლის დამფუძნებელი. მე კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებით.